საზოგადოებას და მეგობარი სახელმწიფოების მეთაურებს მოუწოდებს სააკაშვილის თავზე ხელი არ გადაუსვან და ამით არაადეკვატური ქმედებებისკენ არ უბიძგონ. შალვა ნათელაშვილმა დღეს შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან გამართა. პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის, ჩინეთის, ამერიკის, იტალიის, ისრაელის, დიდი ბრიტანეთისა და სომხეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ნათელაშვილის თქმით, აუცილებელია სააკაშვილის მიერ მიღებული კანონების ბათილად ცნობა, რადგან ეს კანონები არადემოკრატიულია. მანვე მეგობარ ქვეყნებს ოპოზიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. დღეს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ვაშინგტონში მის ვიზიტსაც აფასებს და მას მნიშვნელოვანს უწოდებს. ესეთი ტრაგიკული თარიღია უახლოესი საქართველოს ისტორიაში. ზუსტად 3 წლის უკან ფარისეველმა პრეზიდენტმა დადო ფიცი ქვეყნის და ერის ერთგულებაზე, რომლის არც ერთი პუნქტი არ შესრულდა და არათუ არ შესრულდა, არავით მშიერი ხალხის მასები დღეს ქუჩაში დგას აკანკალებულნი და ითხოვენ პურის ფულს. საქართველოს ერთადერთი ქვეყანაა ევროსაბჭოს სისტემაში, რომელსაც ყავს ძალადობის, სახელმწიფო გადატრიალებით და თაღლითობით მოსული სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტი, რომელმაც ესაც არ იკმარა და რამდენიმე დღის წინ საკუთარი ხელმოწერით გაუგრძელა საკუთარ ხელისუფლებას ვადა არჩევნების გარეშე. მექნებოდა ძალიან დიდი თხოვნა ჩვენი ევროპელი მეგობრების მიმართ, ჩვენი მოძმე სომხეთის მიმართ, ჩვენი დიდი მეგობრის ჩინეთის მისამართით. ნუ გაუცინებენ ზედმეტად სააკაშვილს. რადგან მისთვის გაცინება და ტაშის დაკვრა ნიშნავს წაქეზებას კიდევ ახალი სისულელების გაკეთებაზე. თბილისში ყაზბეგის 63